შენ ვერასდროს დაიკლებ წონაში, სანამ არ აღმოაჩენ ყველაზე მარტივ და ძლიერ სტრატეგიას, რომელიც მოერგება შენს ცხოვრებას. დაფიქრებულ ხარ იმაზე, თუ რატომ გიჭირს წონის დაკლება, ან თუ იკლებ, ამით ჯანმრთელობას ძალიან დიდ დარტყმას აყენებ. აჰა, დადგა 2025 წელი და წლის პირველი თვეც მიიწურა. ჩაიარა ახალმა წელმა, ბედობამ, შობამ, ნათლისღებამ, ძველით ახალმა წელმაც, მორჩა შენი მიზეზების სერია. ახლა დროა გადახვიდე მოქმედებაზე და შეცვალო შენი ცხოვრება. ამას შენს მაგივრად არავინ გააკეთებს. არავინ არ მოვა და არ გამოგირთავს ტელევიზორს. არავინ არ გაგიმზადებს სალატს. არავინ ივარჯიშებს შენს მაგივრად. ეს შენ თვითონ უნდა გააკეთო. სხვა შემთხვევაში მომავალ წელსაც ისე ვიქიქნები, სადაც ახლა ხარ. ახლა გადავიდეთ მთავარზე. ის რაც შენს ორგანიზმს რეალურად აზიანებს, ხშირად შენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. დონატი, შაურმა, ბურგერი, გაზიანი სასმელები და სხვა კიდევ ბევრი არაჯანსაღი საკვები. მე არ გეუბნები, რომ დიეტაზე უნდა დაჯდე, მაგრამ იცოდე, რომ სწორი არჩევანი ყველაფერს ცვლის. ყველაფერი იწყება იმით, თუ რაზე აკეთებ არჩევანს. აწმყოში თმობ რაღაცას იმისათვის, რომ მიაღწიო იმას, რაც გინდა, თუ უარს არ ამბობ მოკლევადიან სიამოვნებაზე და შემდეგ ნანობ შენს აქციელს. ნუ მოიქცევი ისე, როგორც ამას პერფექციონისტები აკეთებენ. და თუ ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებ, უარი არ თქვა შენს მიზნებზე. თავარია გაითვალისწინო პარეტოს პრინციპი 80-20-ზე. რაც გვეუბნება იმას, რომ ძალისხმევის 20% იძლევა შედეგის 80%-ს. ვარჯიში ეს მხოლოდ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. თუ ჯანსაღად არ იკვებები, შედეგი არ მოვა. გქონია ასეთი სიტუაცია, როცა ვარჯიშობ, მაგრამ წონა მაინც არ მცირდება. პრობლემა მარტივად ამოსაცნობია. შენ არ ცვლის ცხოვრების წესს. სლიმერის პროგრამა არის ის კურსი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან უნდა დაგეწყო, რადგან ეს პროგრამა გასწავლის, როგორ მიირთვა გემრიელი და ჯანსაღი საკვები ისე, რომ ზიანი არ მიაყენო შენს ორგანიზმს. როგორ აკონტროლო წონა დღესასწაულებზე, გზავრობისას, ან მეგობრების შეკრებებზე. და რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ წონის კლევის პროგრამა. ეს არის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ალბათ შენ ცელოდებოდი ახალ წელს იმის იმედად, რომ რამე შეიცვლებოდა. უკვე რამდენი ორშაბათი გავიდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა. ნუ იქნები იმედის იმედად. ყველაფერი შენს ხელშია და შენ უნდა შეცვალო შენი სიტუაცია. ამას სხვა ვერ გააკეთებს. ბევრად უკეთესად ვარ, ბევრად უფრო ენერგიულად, იმიტომ რომ ადრე არ ვიყავი ხოლმე ამ კვებაზე და ჭამდი ჩვეულებრივად ვიკვებებოდი, ცოტა ენერგიის უქრლობას უჩიოდი, იმიტომ რომ უფრო მეტად მოთენთილი ვიყავი, მეძინებოდა, მე განერვიულებული საშინლად ამ წონაში მატების გამო. ღამები არ მეძინა, რომ ვატყობდი, რომ აი სასტორის დანახვაც არ მინდოდა და ეხლა ამდილი სიხარულით შევხვდი სასტორში, იმიტომ რომ ვატყობდი, რომ ვიყავი დაკლებული ზედაც სასტორის გარეშე. დავიწყე 84 კილოთი და დღეს ვარ 79 და 4. თითქმის 5 კილო ცოტა აკლია. თითქმის, ხო? 4 და 600 გამოდის. არა, უნდა მიიღო გადაწყვეტილება აუცილებლად, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ალბათ 80% დამოკიდებული არის სწორ კვებაზე. ყველას ვუსურვებდი, რომ მიიღონ ეს გადაწყვეტილება. არანაირი სირთულე ამაში არ არის. ადამიანი იკვებების სწორად, ცოტა რაღაც შეზღუდვები შენ თავს უნდა დაუწესო, თუ გინდა რომ შედეგს მიაღწიო და თავარია რომ ალღო აუღო და მიიღო გადაწყვეტილება. ყველას ვუსურვებდი ნამდვილად. გამარჯობა, მე ვარ სალო, 31 წლის 3 შვილის დედა. ლაშასთან კონსულტაცია გავიარე 3 თვის წინ და მისი მენტორობით დავიწყე სწორი კვება. დღეს ვარ -13 კილოგრამით ნაკლები. როდესაც დავიწყე, არ მეგონა თუ ასეთ მოკლე დროში მექნებოდა ეს შედეგი, რაც მინდოდა. თავიდან როდესაც დავიწყე, ძალიან მეშინოდა და ნერვიულობდი, იმიტომ რომ მეგონა ვერ შევძლებდი, ძალიან რთული მეგონა, მაგრამ პირიქით არის ძალიან მარტივი, უფრო მარტივი ვიდრე ის, რომ როდესაც ყველაფერს ჭამ. მარტივია, იმიტომ რომ ჭამ ყველაფერს, რაც არის გემრიელი და ჯანსაღი და არ გეშინია, რომ ზედმეტი მოგება და მოიმატებ. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შენს თავში შეგიძლია გაუკეთო, არის ის, რომ იკვებო სწორად და ჯანსაღად, იყო ფორმაში და რაც მთავარია ჯანმრთელი. შეუძლებელი არაფერი არ არის, თუ მოინდომებ და აუცილებლად უნდა მოინდომო შენი საკუთარი თავისთვის, თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ. ძალიან დიდი მადლობა ლაშას ყველაფრისთვის. მივახცე ჩემს სასურველ წონას 6-7 კილო. იყო ჩემგან ძალიან ბევრი კითხვები. არასდროს არ მიმეღია ლაშასგან გულგრილი პასუხი. ესეთი რაღაცები, რაც ვიცოდი, რომ თურმე მე სწორად ვიცოდნია იყო პირიქით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ლაშა. ვისწავლე ისეთი რამეები, რაც სულ უნდა მეყოს მთელი ცხოვრება და არ ვიცი, კიდევ ვერ გამოვხატავ იმის ემოციებს, რა შედეგიც ჩემთან იყო. ძალიან დიდი მადლობა.
ყველაფრისთვის. სლიმერის პროგრამა 500 ლარი ღირს, მაგრამ მოიცადე, ეს ბოლო არაა. თუ შენ დღესვე დაიწყებ ამ კურსს, გაჩვქებ 7 ბონუსს. და ყველაზე მაგარი იცი რა არის? თუ მოხვდები პირველ 10 ადამიანში, ჩემგან საჩუქრად მიიღებ ერთვიან მენტორობას, სრულიად უფასოდ. ეს ყველაფერი მხოლოდ 270 ლარი ღირს, მაგრამ მხოლოდ 24 საათით. და წამზომი უკვე ჩაირთო. ადგილების შევსების შემდეგ ფასი გაიზრდება და გახდება 350 ლარი. ამის შემდეგ კი დაუბრუნდება საწყის ღირებულებას და გახდება 500 ლარი. კურსი იწყება ორშაბათს, ამიტომ იჩქარე. გადადი პროფილზე მიმაგრებულ ლინკზე და დაიკავე შენი ადგილი დღესვე. თუ Facebook-ზე უყურებ ამ ვიდეოს, გადადი აღწერაში მითითებულ ლინკზე და გაიარე რეგისტრაცია. ნუ დაკარგავ დროს. დაიწყე 20-25 ახალი შემართებით და იყავი ის ადამიანი, ვინც საკუთარ მიზნებს რეალობად აქცევს.